ამას ნახე ორი ავტობუსი მოდის, ალბათ ტურისტები მოდიან მეთქი მონასტრის კომპლექსის მოსანახულებლად. და უცებ გადმოხდნენ იღბიანები დაწექით თქვენი დედა, თქვენ სამშობლოს მოღალატეებო, პირდაპირ ეგრევე. შევხედე ამას ვინ არის ბიჭო სამშობლოს მოღალატე მეთქი და ამ დროს მოხდა ავტომატი სუაკაისუებით იყვნენ შეიარაღებულები რა. აკაისუები ეჭირა დღეში და ტარი მოხდა აკაის კინის ხო იშლება იმის პრიგლადი და იმის ტარი მოხდა იმაში და დამაგდეს რა. მამავიმა დაუწყეს რაღაცები რომ რა შვებით ეს როგორ შეიძლება რა გინდათ ამ ხალხთან არაფერი არ დაუშავებია და მამავებს ეუბნებოდნენ ჩვენინება რო იყოსო თქვენს დაგიჭერთო. მაგრამ ჯერ არა გვაქვს თქვენი დაჭერის უფლება. პირდაპირ დავყარეს ტელეფონები ამოგვიღეს უკვე დამჯდარი იყო 2 დღე არ ქონდა დამტენები არც ვაპირებდით 2 დღე დარჩენას უბრალოდ რა მე პირადად არ ვაპირებდი რომ მეთქი ჩავალ ნახავ ყინწვისის მონასტერში ვიქნები ცოტა ხანი და წამოვალისებ სახლში და იქ სუფრა რო გაიშალა იქ ხალხი მოვიდა სხვადასხვა ბიჭები იყვნენ მრევლის ბიჭები იმ რუსუბნის ეპარქიის და დაიჯდა რა სუფრაზე ხალხი და გაიცანი რა დაუშვათ მე ზაზამ ქვია იმას ნიკა ქვია იმას რამაზი ქვია და ესე და ბევრი იყო ხალხი სუფრაზე პირველ დღეს მეორე დღეს წამოვიდა ხალხი რო არ წამოსულიყო ის ხალხი და მეორე დღესაც დარჩენილიყო ალბათ იმათ ყველას დაიჭერდა ერთმანეთს გაგვაწევრიანებდნენ და უფრო დიდი მასა იქნებოდა ამ სიტუაციის რა დაგვიჭირეს დავყარეს ცემეს თან გვირტყავდნენ წიხლებს სამხედრო ჩექმით რა გაწიე კარგად ფეხი რაღაცა იმ მომენტში ყინწვისის მონასტერში ჩავხსეს მანქანაში მაგრამ რო ჩავხსეს მანქანაში უყურებ რომ სამხედრო ყუთები დევს იარაღის რა ჯარში გამყოფი კაცი ვარ და ვიცი რა ეს სამხედრო ყუთები როგორია იარაღის დევს მანქანაში და მე იმ ფიქრების შემდეგ ესე იგი უნდოდათ რომ ჩვენ დავეხოცეთ ეს ერეხი დაეწყო და კაიკინოს გადაიღებდნენ რა აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფო წესს და გზაში რომ მოვდიოდით მე ვიჯექი სპეცნაზელებთან ვიჯექი რა და ვეკითხებოდი რაზე გვიჭერთ მეთქი რა და ერთი იყო ძალიან ისეთი ცუდი კაცი რა და ისეთი დამარტყა აი რომ გაგიulis რა რაღაც საშინელება ტყივილი ვიგძენი რა მაგრამ არა მეთქი აი დამარტყა კაცი და გზაში იმდენ ხას მოუნდით ქარელის პოლიციამდე ჩაყვანაში იმიტომ ტელეფონზე საუბრობდნენ ვიღაცებს ეკითხებოდნენ და უბრალოდ რა იყო იცი გაურკვევლობაში ვიყავით ხო რაღაცა უნდა ჩაგედინა ამ დროს რომ აი ესეთი რაღაცა დაეჭირეთ რა და სამშობლოს მოღალატეს გიწოდებენ მოქმედებს ეს ჩემზე რა სამშობლოს ღალატი მე ვიცი სხვა რა არის სამშობლოს ღალატი რა და რასაც აკეთებენ ესენი ეს არის სამშობლოს ღალატი რაც გააკეთეს 2008 წელს ეს სამშობლოს ღალატია და ის პარლამენტმაც რაც გააკეთა რომ კოდორის ხეობა ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალი ავტონომიური ოლქი გააკეთეს ცხინვალის აი ეს არის სამშობლოს ღალატი და ჩაგვიყვანეს კარელის პოლიციაში პოლიცია გამოყარეს გარეთ ყველანი მაშინ ჯუღელი იყო პოლიციის უფროსი ეს 4 კაცი თუ 5 აღარ მახსოვს ზუსტად შეიყვანეს გოგუაძე ღვალაძე გუნდიშვილი და კიდე იყო რა აღარ მახსოვს გოგუაძე და არ მახსოვს ახლა ჩვენ დაგვამწყირვეს ესე წინ პოლიციის შენობის კედელთან მოდიოდნენ და იმ ჩექმას გვირტყავდნენ წვივებში სულ დასისხლიანებული მქონდა წვივები რა ხან ერთი ჩამოვიდა ესე ჩაგვივიდა მეორე წიხს გვირტყავდა მე ჩამოვიდნენ ესე მაგრამ იქიდან ფანჯრები ღია იყო ზაფხული იყო ხო ეს ჯუღელი მოქონდა იმის ბოთლები კოკაკოლის სავსე 2 ლიტრიანი ბოთლები წყლით სავსე მოქონდა რომ იმით უნდა ვეცემეთ კიდე ბოთლები ჯერ ის არ გვეყოფოდა ეს კინები ქონდათ რა სპეცნაზელებს ამ ხელთათმანებზე რაღაცნაირი ის ქონდათ რა იმას რომ გირტყავს ცოტა ძნელი ასატანია რა ხო და გვასმენინებდა როგორი ღნაველი და კნავილი ისმოდა იქიდან რა ვაი დედა ვაი მამა ვაი ესა საშინელება იყო რა და ეს პერიოდიც ესე სასწრაფო მოვიდა იმიტომ რომ იქ იმპაქტი მიიღო კაცმა ის ქალის სახეზე ისე მახსოვს მაგრამ მაგარი ქალი გამოდგა რომ ის ჩვენება მისცა რაც უნდა მიეცა და ისიც დაწერა რა რომ 26-ში მოხდა ეს ყველაფერი არა 27-ში და არა 28-ში როგორც მაგათმა გააფორმეს მე ეგ სიტუაცია რა დიახ ბატონო ზაზა გაწყვეტინებთ თქვენ
თავად ნახეთ, რომ ბერებს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიაყენეს შეურაცხყოფა? შეაგინეს კიდეც და ხელები კრა და წაიქცე ხა ბერი დგას რა. ურტყეს? რას ხელი კრა და ეხლა მე ჩვენ დაგდებულები ვიყავით ძირს უკვე. თავებს არ გვაწევინებდნენ ავტომატი მედო თავზე. აკა ესო და ვერ ავწევდი თავს რა. როც დომოდა დამენახა მეთქი არ გაისროლონ რა. ხო შეიძლება გაისროლონ, უკვე ამას რო გედავებია სამშობლოს ღალატს რო გიძახის კაცი, იმის უფლებაც აქვს, ესე ვიფიქრე, მე რომ მომკლას. როგორც სამშობლოს მოღალატე და მე გაამართოს თავისი ეს საქციელი.